სახაშენში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 26-მა კაცმა მთავარი პრიორიტეტებად საპირფარეშოები აირჩია. ერთი სასაფლაოზე ააშენეს და ამ ეზოსკართან ერთად სულ 5,000 ლარი დაუჯდათ. მეორე კი ადმინისტრაციული შენობის ეზოში გააკეთეს. რწმუნებული შეფასებით პრობლემა, რომელიც გამგეობის თანამშრომლებსა და აქაურებს 20 წელი აწუხებდათ, 3,000 ლარად მოაგვარეს და ის რაც 9 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია, მან 1 წელში შესძლო. პენსიონერები მოდიან, თვითონ ამბულატორია ჩვენი თანამშრომლები საერთოდ ტუალეტი არ გაგვაჩნდა. ამდენი წლების განმავლობაში დაახლოებით 20 წელზეა საუბარი. 20 წლის განმავლობაში ტუალეტი არ აქვს. საინიციატივო ჯგუფში ყავს 26 კაცი, რომლებმაც სოფელში აირჩიეს პრიორიტეტები. ამავე პროგრამით სოფელში სანიაღური არხები გაიწმინდა. წყლის შიდა ქსელები განახლდა და თავწყაროზე ჭაბრუღილი გასუფთავდა. ცენტრალურ ქუჩაზე კი გარე განათება მოიწყო. ასევე ასფალტსაფარიანი ცენტრალური გზა შეკეთდა, თუმცა სოფლის ცენტრალურ უბნებში ასეთი ორმოები კვლავ გვხვდება. ზოგმა დღემდე არ იცის რა გაკეთდა სოფელში, რადგან ამბობენ, რომ პრიორიტეტების არჩევაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ზოგ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ზოგი კი ყველაფრით, რაც სოფლისთვის კეთდება, კმაყოფილია. ნამდვილად არა ყოფილვარ, არ ვიცი რა გაკეთდა. და რატო არ იყავით ინფორმირებული რა კეთდებოდა სოფელში? თუ კი ანკრებას არ მოიწევენ, ან არ დაგვიბარებენ, ან რაღაცა, მე თუ კი ინფორმირებული არ იქნები, აბა ორგან არის მაგრად მოგლეჭილი, გზა ქვეყანა იქ დადის. ერთგან დააღარეს, ერთგან არა, თუ გინდათ ნახეთ. ჯერ ხომ რაც გაკეთდება, ყველაფერი კარგია, ხო? თავარია გაკეთდა. თავარია გაკეთდა. წელს სახაშენში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 59,270 ლარი გამოიყო და ამ თანხით რაც სოფელში გაკეთდა, უმეტესისთვის განსაკუთრებით შესამჩნევი ეს ნათელ ფერებში შეღებილი საპირფარეშოებია.